შეიძლება ჩამოყალიბდეს ფანტასტიკური თეორიაც, რომლის მიხედვითაც სახეობის Homo sapiens-ის საციცოცხლო ციკლი 8 ფაზას შეადგენს და რომლის სიცოცხლეც ყველა ჟანგბადოვან პლანეტაზე ჩვენ galaktikაში გაივლის მას თანმიმდევრულად. დედამიწაზე კაცობრიობა თავისი განვითარების მოცემულ ეტაპზე ჯერ კიდევ ევოლუციის მეოთხე ფაზის შუაში იმყოფება. წინ ჯერ კიდევ ძალიან გრძელი გზაა გასავლელი. პირველი 4 ფაზა პლანეტა დედამიწაზე შეესაბამება კოლექტიური აზროვნების უნარის მიღწევას. ამ ცოდნის მიხედვით შემდეგი 4 ფაზა განსაზღვრულია ინფორმაციულ და ჰიპერსივრცეში ორიენტაციისთვის. ამ ფაზების ანალიზისთვის და თეორიის შემდგომი ჩამოყალიბებისთვის კიდევ ერთხელ დამუშვათ ნეიროგენეტიკური ევოლუციის მდგომარეობის მოკლე ფორმულირება. პირველი. ჩვენ galaktikაში არსებობს მილიონობით მზის სისტემა, რომელთა პლანეტებზეც ვითარდება ორგანული სიცოცხლე. მეორე. იმდენად, რამდენადაც ჩვენი პლანეტა იმყოფება ევოლუციის საშუალო განვითარების სტადიაში, G-ტიპის მზის სისტემაში, რომლის ასაკიც საშუალოდ თუ მეცნიერებას მოვიშველიებთ 5 მილიარდი წელია. სავარაუდოა, რომ ჩვენი galaktikis დასახლებული პლანეტებიდან ნახევარზე მეტი შეიძლება ევოლუციურად განვითარებული იყოს, ამავე დროს ჩვენზე უფრო გაცილებით დიდი ხნის. მესამე. ეს ჩვენზე უფრო განვითარებული კულტურები, რომლებიც შესაძლებელია მილიონობით არის, წარმოადგენენ ჩვენივე ევოლუციური განვითარების მომავალს. ისინი ჩვენ გვისწრებენ გენეტიკური დროით და ჩვენც ვიქნებით ისინი მომავალში. მეოთხე. galaktikis ყველა არსებულ ვარსკვლავურ სისტემაში ერთი და იგივე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები მიმდინარეობს და ერთი და იგივე ქიმიური ელემენტები წარმოიქმნება. მეხუთე. სიცოცხლე იმ სახით, როგორიც არის პლანეტა დედამიწაზე, არ არის უნიკალური. ჩვენი ვარსკვლავური მეზობლები შესაძლებელია ისე გვგავდნენ, როგორც წყლის ორი წვეთი ერთმანეთს. მეექვსე. პლანეტებს გააჩნიათ პლანეტარული არსებობის ზღვრული დრო და ისინი თავისი ვარსკვლავების ბოლო ფაზაში შესვლის დროს იღუპებიან. ამას მეცნიერება წითელი გიგანტის ფაზას უწოდებს. ამიტომ ლოგიკურია, რომ ვივარაუდოთ, სიცოცხლე პლანეტებს ტოვებს პლანეტის განადგურებამდე ან სასიცოცხლო რესურსების ამოწურვამდე. მეშვიდე. ნეიროგენეტიკური თეორია ვარაუდობს, რომ სიცოცხლე უნდა მიგრირებდეს galaktikაში და არ უნდა დარჩეს მხოლოდ იმ პლანეტაზე, რომელზეც წარმოიშვა. მერვე. სიცოცხლე ახალ პლანეტებზე წარმოიშობა ამინომჟავრ შენაერთებში და ეს გენეტიკური პროგრამები ევოლუციის გეგმა შეიცავენ. მეცხრე. ეს გეგმები ალბათ მილიარდობით წლებზეა გათვლილი. ამიტომ ევოლუციის ძირითადი ტაქტიკური ხერხები, როგორიცაა ზრდის, სიცოცხლის მეტამორფოზირების და შემდგომი მიგრაციის, იგივე გადანაცვლების, გასაგებს ხდის მოსაზრებას. სავარაუდოა, რომ ჩვენ ასევე ბრჭყალებში დათესილები ვართ მილიონობით პლანეტაზე. მეათე. ადამიანს პლანეტა დედამიწაზე შესრულებული აქვს თავისი ევოლუციური განვითარების თითქმის ნახევარი.